მოგესალმებით. დღეს ჩვენ საუბრობთ საქართველოს ანექსიის შესახებ, იმიტომ რომ გავიდა 104 წელი ამ ტრაგიკული მოვლენიდან და გვინდა გავიხსენოთ ზოგიერთი მომენტი ჩვენი წარსული ისტორიიდან, რისთვისაც დღეს ჩვენ მოვიწვიეთ ისტორიის დოქტორი, სამხედრო ისტორიის საზოგადოების დირექტორი ბატონი მამუკა გოგიტიძე. გამარჯობათ. მოგესალმებით იყოს თქვენი ხელი ჩვენ სტუდიაში. და დავიწყოთ თვითონ იმ სიტუაციიდან, რა სიტუაცია იყო მაშინ კავკასიაში, როცა დაიწყო ეს რა ქვია, შემოტევები და შემდგომ განხორციელდა ანექსია. მანამდე 20 წელს ვიცით რომ კიროვი იყო ელჩი საქართველოში რუსეთის, ლენინმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ მერე ძალიან ცოტა ხანში, ერთ წელიწადში მოხდა განახორციელა ანექსია. აქედან მოყოლებული რა ვითარება იყო შექმნილი, რომ ამ პირობა დაარღვია რუსეთმა, როგორც ყოველთვის ისტორიულად ცნობილია ერეკლეს დროიდან დაწყებული დღემდე ეს ღალატი და სცენარი ერთია, ორ პირობა ერთია, ღალატი ერთია, რა ვიცი, ყველაფერი ერთია რა, უარყოფითი კონტექსტის ოღონდ. და გასაგებია. ხო და დაახლოებით რომ მოვხაზოთ, ეს ვითარება, დაიდო ხელშეკრულება, აღიარა საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად და მერე როგორ დაიწყო მზადება ანექსიისთვის. ჯერტი დიდი მადლობა ბატონო გუგას სტუდიაში მოწვევისთვის და დღევანდელ დღეს არ შეიძლება უბრალოდ უფლებაც კი არა გვაქვს ჩვენ შთამომავლებს იმ ჩვენი გმირებისა, რომ არ გავიხსენოთ ეს დღე. 104 წლის წინ საქართველოს დაკარგა ის ნანატრი დამოუკიდებლობა, რომელიც სამწუხაროდ სულ 3 წელიწადიც კი არ გაგრძელდა. ეს არის ჩემი აზრით საქართველოს ისტორიის ბევრი ტრაგიკული ისტორია გვაქვს ჩვენ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ისეთი ფურცელი, რომელიც განსაკუთრებულად არის დატვირთული ტრაგიზმით. მოვიპოვეთ თავისუფლება 1918 წლის 26 მაისს, ვაშენებდით დემოკრატიულ რესპუბლიკას, ვაშენებდით ჯარს და ერთი ხელის მოსმით 3 წელიწადიც არ იყო გასული, რომ ჩვენ ეს დავკარგეთ. რატომ დავკარგეთ? შეიძლებოდა არ დაგვეკარგა, შეიძლებოდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევა, სხვადასხვა მომენტები არის და ეს არის ძალიან დიდი ერთი გადაცემის ფარგლებში თქვათ მოსაქცევი მომენტები. მაგრამ ჩვენ მოდით მივყვეთ იმ საკითხს, რომელსაც დღეს ჩვენ აქ შეგვახედეთ რა. ეხლა ეს ის პერიოდია, რომ მე ამასთან ერთ-ერთ გადაცემაში თქვი, რომ ის პიროვნებები, რომლებიც მაშინ იყვნენ, ის პიროვნებები ქმნიდნენ დროს, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. ამიტომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეხლა მეფის არმიაში ძალიან ბევრი იყო ქართველი ეროვნების ოფიცერი და გენერალი, რომლებმაც უამრავმა გადადგა ვაჟკაცური ნაბიჯი და მაშინ შეიძლება ბევრი თუ არა, მაგრამ უდიდესმა ნაწილმა გაიაზრა, რომ იყო საჭირო ახალი საქართველოს შენება და შემოვიდნენ ქართულ სინამდვილეში და დაიწყეს სხვებთან ერთად, სახელმწიფო მოღვაწეებთან ერთად შეიარაღებული ძალების მშენებლობა. ეხლა ბევრი შეიძლება ისე არ იყო, როგორც ბევრი გაჭირვება იყო, ტანსაცმელი არ ჰქონდათ, იარაღი არ ჰქონდათ, ძირითადად რითი იბრძოდნენ. რაც იყო მაშინ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დარჩენილი იარაღი. ბლომად იყო თბილისის არსენალში ესეთი იარაღები და ახმარდნენ ახალგაზრდა რესპუბლიკას. ეხლა გავიდა წლები დაარსდა სამხედრო სკოლა. რეგულარული ჯარის კონცეფცია შეიქმნა, ძალიან აქტიურად ამუშავებდა გენერალი ვასილ გაბაშვილი, კვინიტაძე, მაზნიაშვილი. მე ვიძახი იმ ადამიანებზე, რომლებიც შეადგენდნენ იმ დროინდელი
საქართველოს არმიის შესანიშნავ კოგორდას. და მეტნაკლებად ისინი მაინც ცდილობდნენ ბევრი რაღაცა შეემატათ ქართული არმიისთვის. ამ პერიოდში დაიწყეს მთავარი რაც უნდა ვთქვათ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენ თუ დღეს ვიცით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან თურქეთი და აზერბაიჯანი და მოსახლეობა ყავს აი ვერდერთელა ვეშაპი ჩრდილოეთიდან, მაშინაც იგივე სიტუაცია იყო ერთი განსხვავებით, რომ გვიტევდნენ ყველა მხრიდან. იქ დენიკინის ჯარი გვიტევდა, აქეთ რუსეთის რსფსრ-ის ჯარები გვიტევდნენ დარიალიდან, ჩრდილოეთიდან. აქეთ თურქეთი იყო. აზერბაიჯანი კი იყო ჩვენი მოკავშირე მაშინ, მაგრამ აზერბაიჯანს არ არგუნეს დამოუკიდებლობა და 1920 წლის აპრილში დაიპყრეს. როგორც იქნა დაიპყრეს. მე ერთ-ერთი საბუთი მაქვს ხელში მჭერია, სადაც ლენინი სერს აზერბაიჯანელ კომუნისტებს, რომ რაც არ უნდა დაგვიჯდესო, ჩვენ აზერბაიჯანი უნდა ავიღოთ პირველ რიგშიო. არ იყო განსაკუთრებული ყურადღება ჯერჯერობით საქართველოს მიტანილი. ნავთობი იყო. რასაკვირველია, ნავთობი აინტერესებდათ მათ, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო თვითონ რუსეთი. ალყაში იყო მოქცეული და ამ ალყის გარღვევა სჭირდებოდათ. სასიცოცხლოდ მაგაც სჭირდებოდათ ნავთობი. პირდაპირ ეწერა რუსულად, რომ любой ценой взять надо вагон. Азербайджанская нефть нам нужна как воздух. რაც მაგათმა განახორციელეს კიდევაც. ახლა როცა აზერბაიჯანს პრინციპში დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია, ახლა ალბათ არ იცოდნენ, რომ ასეთი სისასტიკეს გამოიჩენდნენ და პრინციპში პირველივე ბრძოლებში აზერბაიჯანელები დანებდნენ. აი, როცა უკვე შემდგომში განვითარდა მოვლენები, არც სომხეთს არ გაუწევდა დიდი წინააღმდეგობა. აი, დიდი წინააღმდეგობა გაუწია ქართულმა ჯარმა. აი, ამას არ მოელოდნენ. უფრო რეგულარული ჯარი. რასაკვირველია, რეგულარული ჯარი, ხო? არ ქონდათ ამის მომენტი რუსებს, რომ ქართული ჯარი ეგონათ, რომ აი აზერბაიჯანი დანებდა, სომხეთი დანებდა, ალყაში ყავს. ხო, და მორჩა, ესე იგი, ქართველებიც ასევე მოიქცევიან, მაგრამ არ მოხდა ასე. როცა 16 თებერვალს 21 წლის 16 თებერვალს სომხეთის მხრიდან შემოვიდნენ ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენებმა მობილიზაცია გამოაცხადეს და შეუტიეს, ხო? შეუტიეს. აი 1920 წლის მაისში, როცა გენერალმა კვინიტაძემ განახორციელა სწრაფი კონტრშეტევა და ლამობდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლას, ჩვენმა მთავრობამ გააჩერა. აქაც პარალელის გავლება მინდა 1912-13 წლებიდან აფხაზეთში, როცა ჩვენი ჯარები შეტევაზე გადადიოდნენ, აჩერებდნენ, ხო? აჩერებდნენ. რატომ, ვინ აჩერებდა ეს? ყვარჩელი ორჯერ აიღეს და გამოვიდნენ. ხო, მიცით, როგორც იყო. ამიტომ პარალელური ხაზები იქაც და აქაც ემთხვევა. ბევრ შემთხვევაში ემთხვევა. რომ განახორციელებდნენ შეტევა, ახლა აზერბაიჯანი მოკავშირე ქვეყანა იყო ჩვენი. მე 2019 წელს ვიმყოფებოდი ბაქოში და იქ იყო ჩემი წიგნის პრეზენტაცია, სამენაზე დაბეჭდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, აზერბაიჯან-საქართველოს სამხედრო ურთიერთობების ისტორიის ნარკვევები. 100 წლის თავისადმი მიწვეული, იმიტომ 19 წლის 6 ივნისს საქართველოს და აზერბაიჯანმა მოაწერეს ეგეთი ხელშეკრულება. აზერბაიჯანის ჯარში ბევრი ქართველი მსახურობდა იმ პერიოდში. რუსული ენა მისაღები ენა იყო და რუსულად იყო ყველაფერი და ამიტომ ჩვენ აზერბაიჯანის ჯარში მაშინ ყავდა 5 გენერალი და ერთი ქართველი, რასაკვირველია ქართველი. იმიტომ რომ ბევრი ისეთი გენერალი იყო, რომელიც მსახურობდა ვთქვათ მეხმანდაროვთან და შიხლინსკისთან. ეს ცნობილი აზერბაიჯანელი გენერალები იყვნენ.
რომლებიც თავი გამოიჩინეს ჯერ მაშინ რუსეთ-იაპონიის ომის დროს და პირველი მსოფლიო ომის დროს და ამიტომ ისინი კოლეგები იყვნენ. ერთმანეთს იცნობდნენ. და ამიტომ ბევრმა ქართველმა დატოვა ქართული ჯარი, მე ვფიქრობ, რომ იმიტომ დატოვა, რომ მაშინ ცოტა პარტიული მომენტი თამაშობდა. ამიტომ იზოლებულები იყვნენ, დაეტოვებინათ და წასულიყვნენ და სადმე დიოდნენ, მოკავშირესთან მიდიოდნენ, პრაქტიკულად. ასეთი იყო კარგარეთელი სამხედრო ატაშე იყო აზერბაიჯანში და გააგრძელა იქვე მუშაობა, ხო. ეს ცალკე თემაა. ხო და მოხდა ასე, შემოუტიეს ესე იგი საქართველოს და მობილიზაცია რო გამოცხადდა, მაშინ მთავარსარდალად დაენიშნა გენერალი კვინიტაძე, მან მოუყარა ჯარს და მოკლედ ეს იყო უკანასკნელი მთავარსარდალი, რომელიც დაენიშნა მაშინ რუსეთთან ომის დროს 21 წლის თებერვალში. უნდა ითქვას, რომ 14-24 თებერვალს, ხო? რამოდენიმე დიდი წინააღმდეგობა მოიგერია ქართულმა ჯარმა, მაგრამ იცით როგორ არის? ლაპარაკობდა სულ ერთი და იგივე თემა არის. რატომ მოხდა ქართული ჯარის დამარცხება? იტალიამ გამოგვიგზავნა ჩვენ დახმარება, აეროპლანები. რომელიც არ გამოუყენებია. ხო, პრაქტიკულად არ გამოუყენებთ. რატომ? იმიტომ ძრავები იყო დასამონტაჟებელი. ძრავების დამონტაჟების სპეციალისტები ქართულ ჯარს არ აღავდა. მე მებადება კითხვა. ესე იგი ეს იყო დივერსია. ესე იგი ვიღაცას აწყობდა, რომ ეს აეროპლანები არ უნდა აფრენილიყვნენ და არ უნდა დაებომბოთ ესე იგი რუსების პოზიციები, არა? ასე გამოდის. ხო, ლოგიკურად ასეა. არა, თვითრინავის გამოგზავნა მოტორის გარეშე რა. ტანკი ყავდა ჩვენ, ერთი ტანკი ყავდა, რომელიც რუსებმა მერე ხელთ ჩაიგდეს. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1600 კაცი ჩვენ ტყვეთ ავიყვანეთ. და ამასთან დაკავშირებით რა უქენით? არა, მე წავაგეთ ომი და მე ისე გაუშვეს. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ერთი მოგონება, ისიც ეკუთვნის ხრუშოვს. იმიტომ რომ ხრუშოვი რო ჩამოვდანდა საქართველოში 56 წელს. დახვდნენ დიდი ზარზეიმით, დახვდნენ და 9 მარტის შემდეგ. ხო, 9 მარტის შემდეგ მაინც დიდი ზარზეიმით დახვდნენ, გასაკვირია ჩემთვის. ხო და უთქვია, რომ вот как хорошо, что грузины так улыбаются, а было время волками смотрели, говорит. Волками смотрели, раз ნიშნავს. 21 წლის თებერვალში იმ ტყვეთ აყვანილ ჯარისკაცებში იყო ხრუშოვიც. პატარა ბავშვი იყო, ბიჭი იყო, პატარა ბიჭი იყო და ეხლა რაც დაიმახსოვრა, ის თქვა. აბა მგლებით, აბა როგორ უნდა გვეყურებინა ჩვენ მოწინააღმდეგეს, რომელიც აგრესორია და შემოვიდა ჩემ ქვეყანაში დასაპყრობად. აბა რა უნდა მეცინა? მურზანი შეგენაცვალე, ანდრე ბატონო. შეგენაცვალე, ვერ გავიგე, ეგ არის. ამიტომ ასეთ სიტუაციაში 21 წლის 24 თებერვალს ღამით კვინტაძე იღებს გადაწყვეტილებას, რომ აარიდოს თბილისი ფართო მასშტაბიან ბრძოლებს და გაარიდოს ჯარი ქალაქი. მაინც ის იქნებოდა იქნებოდა, რასაკვირველია. გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ დაეხიათ მცხეთისკენ. იქ გამაგრებულიყვნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა სამწუხაროდ. რატომ? ერთი მიზეზის გამო. ქართულმა ჯარმა ქართული ჯარი მორალურად გატყდა. თბილისი რო დატოვა. რასაკვირველია, მორალურად გატყდა. ამას დაემატა ის მომენტიც, რომ დაიშალა რა, ჯარი ნელ-ნელა იშლებოდა რა, დისციპლინა აღარ იყო. დისციპლინა არ იყო. არადა გეტყვით, რომ იმ დროინდელი დაზვერვის მონაცემებით, ხა აქ ხომ დაზვერვა, სტრატეგიული დაზვერვა რუსეთს აქ ყავდა რა. საელჩო იყო და თქვენ თქვით ზღან კიროვიც აქ ელჩი იყო. ელჩი არ იყო, წარმომადგენელი იყო. ელჩი, იგივე ელჩი. იყო ასეთი დაზვერვის სპეციალისტი სიტინი. ცნობილი პიროვნება იყო, მე მაგი დახვრიტეს 27 წელს. მაგი როცა ახასიათებდა
ჩვენ კონტინგენტს, გენერალიტეტს, ოფიცრებს, ვინ რა არის, როგორ არის, აი ძალიან კაი დახასიათება აქვს მაგას მიცემული გენერალ კვინიტაძეზე. ნუ კვინიტაძეო არისო ერთ-ერთი უპატიოსნესი, უწესიერესი ადამიანი მორალურადაც და ფსიქოლოგიურადაც მომზადებული გენერალია, ჯარი მას უსმენს. აი ეგრე არის ხაზგასმ ჯარი მას უსმენს, ერთადერთი ჩვევა აქვს რომ ძალიან ხშირად ეწევა პაპიროსს. ნუ პაპიროსს ეწეოდა კაცი, ხო ნერვიულობდა ალბათ. რა გითხრა ახლა? მეტი ვერაფერს ვერ გეტ, ეს ერთი მინუსი ქონდა აღებული. ხო. ნუ კვინტაძე დაიხია სხეთისკენ, იქ ვერ გამაგრდნენ, იქ კარიერგარდული ნაწილები სდევდა და ნუ ნელ-ნელა დაიხიეს ოსიაურთან, მაგრამ ოსიაურის ბრძოლამაც ბევრი ვერაფერი ვერ გვასწავლა, ნუ იქაც დავმარცხდით. ამ სიტუაციაში ჯარები დაიხიდნენ ბათუმისკენ და 21 წლის მარტში გენერალი კვინტაძე მთელი გენერალური შტაბი, თავდაცვის სამინისტროთი, სამხედრო სკოლით, მთელი შეიარაღებით იძულებული შეიქნა წასულიყო ემიგრაციაში. ნუ ის ემიგრაციაში იმყოფებოდა სტამბოლში ჯერ, მერე გადავიდა საბერძნეთში, ნუ იქ იყო დაკავებული ამ იუნკერების მოწყობით სხვადასხვა სამხედრო სკოლებში რა. და მერე უკვე საბოლოოდ გადავიდა, მაგ საფრანგეთში გადავიდა, იქაც სამხედრო სკოლებში ანაწილებდა იუნკერებს, დიდი საქმე გააკეთა სხვაშორის. მარტო ამიტომ კი არა, როცა მაგას რამოდენიმეჯერ რო გადააყენებდნენ ხოლმე მთავარსარდლის თანამდებობიდან, მაგი უბრუნდებოდა სამხედრო სკოლას. ნუ ერთი პერიოდი სამხედრო სკოლის ხელმძღვანელიც იყო. ძალიან დიდი ღვაწლი აქვს გენერალ კვინტაძეს სამხედრო კადრების აღზრდის საქმეში. ხო და აი ამ საქმეს ის აგრძელებდა ემიგრაციაშიც. რომ მერე ისინი გახდნენ საფრანგეთის არმიის ზოგის ხო ძირითადად გახდა საფრანგეთის არმიის ოფიცერი გახდა და უცხოეთის ლეგიონშიც მსახურობდნენ მეორე მსოფლიო ომშიც მსახურობდნენ. ამილახვარი ნუ ცნობილი ხო ამილახვარი ხო მაგას მე სახელი ქონდა ბაზორკა, იმიტომ სოფელ ბაზორკინოში იყო დაბადებული ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც მამამისი მსახურობდა. ნუ ეროვნული გმირია ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა პრეზიდენტმა. და საინტერესო არის ის კიდევ რომ კვინტაძე კი მოხვდა ემიგრაციაში. ბევრი ხომ მსახურობდა სხვა ჯარებში. კვინტაძე იყო ერთადერთი გენერალი ქართული არმიის, რომელიც არც ერთ ქვეყნის ჯარში აღარ მსახურობდა. ნუ ახლა იმას თავისი მრავალშვილიანი ოჯახი ყავდა, იმ ოჯახს რჩენა უნდა და ერთი პერიოდი ცნობილია რომ მაწონსაც ყიდა და სხვა ფილმშიც არის მაგის. ნუ აი ეს მომენტი არის ფესვებში გამოყენებული. ხო, ნუ ის არის. ცნობილი ფაქტია. გადაეცით საქართველოში რომ გენერალი კვინტაძე მაწონს ყიდის. ერთი პერიოდი მუშაობდა, როცა უჭირდა ოჯახს, გრამფირფიტების ქარხანა იყო ფატე. იქ მუშაობდა. ნუ რაც ბეჭდავდა სტატიებს ჟურნალებში, გაზეთებში. ლამის 50 წელი იცხოვრა ემიგრაციაში და იქვე იქნა დაკრძალული ლევილის სასაფლაოზე და იქ განისვენებდა მაგი 2023 წლამდე. 2013 წელს გენერალ კვინტაძეს მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 2023 წელს მისი ნეშტი, მისი მეუღლის და მისი ნეშტი ჩამოასვენეს საქართველოში და ჩვენ გვახსოვს დიდი პატივით დაკრძალეს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. და სადაც დღესაც განისვენებს. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კი კაცი ემიგრაციაში ცხოვრობდა, მაგრამ ერთ-ერთი მის შვილს მე პირადად ვიცნობდი, ნანოს, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა 100 წლის ასაკში. ხო, მქონდა ურთიერთობა, ხო და ჩამოჰქონდა ხოლმე გურჯაანში შალიკაშვილების სახლ-მუზეუმში მასალები გაზეთი ძველი რაღაც ოჯახში რაც იყო და აი ერთ-ერთი შეხვედრის დროს იქ მე შევხვდი ამ ქალბატონს და მისი შვილი კიდევ არის ცნობილი მსახიობი შვილი ხო მარიამ დეაბო კი აგენტონში თამაშობდა კი ბატონო ხო და ნუ აი საქართველოშიც იყო ჩამოსული იყო ჩამოსული გენერალ კვინტაძის სახელი უკდავყოფილია ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პატივია ქართველებისთვის სამხედროებისთვის რომ ჯერ ერთი
შეერაგულ ძალებში დაწესებულია როგორც მაზნიაშვილის медаლი, ისე გენერალ კუინტაძის медаლი. თავდაცვის სამინისტრო გენერალური შტაბი განლაგებულია გენერალ კუინტაძის სახელობის ქუჩაზე, ყოფილი ხვამლის ქუჩა. და საბოლოოდ ის უნდა ითქვას, რომ ქუთაისში არსებობს კადეტთა ლიცეუმი, რომელიც ატარებს ეროვნული გმირის გენერალ კუინტაძის სახელს. ამაზე დიდი დაფასება და რა უნდა იყოს, მეტი რა. და აი თვითონ იუნკერების ბრძოლის შესახებ კოჯორთან ეს საკმაოდ ისეთი უთანასწორო ბრძოლა იყო, მაგრამ უკუაგდეს. და აი რა იყო უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ ამ იმაზე. აი რაც შეეხება კოჯორ დაბახმელის ბრძოლებზე, სულაშვილის ერთ-ერთი მონაკვეთის სარდალი კოჯორ დაბახმელის იყო გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. სულაშვილის ძალიან საინტერესო პიროვნებაა. მაგი დროებითი მთავრობის დროს გახდა გენერალი და მე უკვე გადმოვიდა როგორც ბევრი სამხედრო უკვე ქართულ ჯარში. ის იბრძოდა თავის შვილთან ერთად. მისი შვილიც იუნკერი იყო. და ისიც იბრძოდა კოჯორ დაბახმელას პოზიციებზე. საქმე იმაშია, რომ თვითონ თბილისი ტაფობში არის განლაგებული. მე ხვდით? გარშემო კიდე ეს მთები. აი კოჯორ დაბახმელა, ხო, კრავდა. აი ამ ქეთს. ეხლა რამდენი ხანი შეეძლო თქვათ წინააღმდეგობის გაწევა სამხედრო სკოლის იუნკერებს. ეხლა ყველა იუნკერი ხომ არ იყო გაყვანილი. მე ესე მაღლა იყვნენ საკმაოდ და ისინი ქვევიდან მოდიან. გასაკურველია. რომ ჩახედე იმ ალექსანდრე ჩხეიძე მეთაურობდა, მაშინ იყო სკოლის უფროსი იყო. ეს რომელიც მერე ბრიგადის გენერალი გახდა პოლონეთის არმიაში. ეხლა ის ხელმძღვანელობდა თავის იუნკერებს. ყველა იუნკერი არ იყო გაყვანილი იქ. რაღაცა ნაწილი თბილისშიც იყო დატოვებული. 160 იყო გაყვანილი. ხო, რაღაცა 60-65 კაცი არის იყო გაყვანილი. ძირითადად იუნკერები დაიღუპნენ იქ. მერე ისინი დაასაფლავეს ზოგი სამხედრო ტაძრის ეზოში, ზოგი ნათესავებმა წაასვენეს თავიანთი ხო. გურიაშიც არის ჩოხატაუში. გურიაშიც არიან. წინააღმდეგობა გაუწიეს, როგორ არა, ბევრი, ესე იგი, შემოტევა მოიგერიეს. იყო პერიოდი, რომ კოჯორში შეიჭრა რუსის ჯარი. და რუსებს უეგონათ, რომ ჩვენიაო. მაგრამ დაწყეს ბიჭებმა დაწყეს და სილა გააწნეს. ესე იგი, ეს იყო ძალიან რთული უბანი წინააღმდეგობის გაწევისა. ძალიან ბევრი ხალხი ჩაეხოცათ კოჯორ დაბახმელას პოზიციებზე თვითონ რუსებს. მართალია, გაიყვანეს 1600 კაცი, მართალია, მაგრამ ზარალიც ბევრი ნახეს. ერთი პერიოდი თურმე, ერთი პერიოდი კი იყო ეს თბილისის ოპერაციეთარი ცნობილი ეს, ყველგან არის, ხო, წერია თბილისის ოპერაცია. ძალიან ძვირი დაუჯდათ რუსებს ეს თბილისის ოპერაცია. ლენინმა თქვა კიდევ საუბარში თურმე სტალინთან რომ ჩვენ რო გწოდნოდო რომ ამდენი ხალხი დაგვეხოცებოდო, საერთოდ ხელს ავიღებდითო ჩვენ თბილისის ოპერაციაზე. პრინციპში ლენინს არც აწყობდა, ეხლა აი ჟორდანიას იცნობდა. მაგრამ პოლიტიკური პარტია იყო, რასაკურველია. ჟორდანიას იცნობდა, მას არც უნდოდა რომ ჟორდანია ემიგრაციაში წასულიყო, იცით? მათ აწყობდათ რაღაც პერიოდი რომ ჟორდანია ყოფილიყო აქ. როგორც აზერბაიჯანში იქ რაღაც პერიოდი იყო იქ, მაგრამ დახრდეს ყველა. მე მაინც დახრდა. არა, დახრდა არც ამათ ასწდებოდათ, რასაკურველი, მაგრამ შეიძლება რაღაც პერიოდი გამოიყენებინათ სათავისოდ. როგორც მაზნიაშვილს უქნეს, გამოიყენეს და მე მაინც დახრდა. როგორც მაზნიაშვილს უქნეს. მაზნიაშვილს ეუბნებოდნენ საფრანგეთში. კევინიტაძე ეუბნებოდნენ, ნუ მიდიხარ იქ, დაგხრიტავენო. ნუ მოხდა ასე რომ ასე მოხდა. მართალია, მაშინ არ დახრიტეს, მე დახრიტეს 20 სოფელში იყო, წყალარა. არავის არ უშლიდა ხელს. მეურნეობას ეწეოდა, პენსიას კი არ დაუნიშნეს კაცს. კაცმა ამხელა სიკეთე გააკეთა, აჭარა შეუნარჩუნა იმას საქმეა. თვითონ კაცო. ხო. აბა, ნუ ეგ არის რა. ნუ ეს იყო იმ დროის სინამდვილე და ამიტომ, მაგრამ აი კოჯორ დაბახმელაში რო დაიხოცდნენ, ხო? რაღაცა იცით, უნდა რაღაცა მემორიალი არის, მემორიალი კი არის მემორიალი, სხვა რაღაცას ვიზახი. რაღაცა აი ერთი შალვა ერისთავის საფლავი არის გახსნილი ვერის ბაღში. არის შალვა ერისთავი იყო იუნკერი, ცნობილი ის იყო ფეხბურთელი სპორტსმენი იყო იმ პერიოდის და იმისი საფლავი იქ არის გახსნილი, იმიტომ იქ იყო დასაფლავებულიო, ასე თქვეს და საბჭოთა პერიოდში უბრალოდ ოჯახობამ იცოდა სად იყო დასაფლავებული და წარწერა უკვე გაუკეთეს დღევანდელ დღეს. და მაგის გარდა ხომ სხვებიც იყვნენ.
ნუ მარო მაყაშვილი ეროვნული გმირია, გასაგებია. მაგრამ ხომ იყვნენ სხვებიც, აი სამხედრო პატრიოტული მომენტიდან გამომდინარე ჩვენმა ახალგაზრდობამ, საზოგადოებამ უნდა იცოდნენ, კი, კოჯორ ტაბახმელაში კი იყვნენ, მაგრამ იქნებ იმ მემორიალზე გვარები მაინც ჩამოვწეროთ. გვარები ხომ არ აწერია. ესაა გასაკეთებელი. ეს ჩვენი სამხედრო ისტორიის საზოგადოების უპირველესი მომენტია. წიგნის გასაკეთებელია, წიგნის გასაკეთებელია, ცალკე წიგნის მაგ პერიოდზე ხო. აუცილებლად და ეგ დაღუპულ ყველა გმირზე ვინც შეეწირა ამ ამბავს. ჩვენ პრინციპში სამხედრო ისტორიის საზოგადოებამ მეტნაკლებად რაღაც ამ პრობლემას დაუთმეთ ადგილი. აი 2018 წელს მე და მაშინდელმა აკადემიის რექტორმა ზაზა ჯაფარიძემ გამოვეცით წიგნი სამხედრო კადრების სამჭედლო 1862 წლიდან დღევანდელ დღემდე. აი ის მონაკვეთი ზუსტად რომელსაც ჩვენ დღეს ვეხებით 18-21 წლები და ჩვენი იუნკერების თავდადება იმ წიგში ერთთავად არის. ერთთავად არის ხო და აი მე ვფიქრობ როგორ გავაკეთო რომ აი ის ცალკედ გავაკეთოთ რა. ცალკე რუქებია და სამატებელია, რუქებია და მოგონებები არსებობს. იმიტომ არის ეს ყველაფერი გასაეკრებია ერთად. აუცილებლად ჩვენ პირდებით ჩვენ სახლებობას, საზოგადოებას რომ ჩვენ თუ არ გავაკეთებთ ამას, ვინ როდის გააკეთებს ამას. იმიტომ ეს ეხლა არის საჭირო რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ, მომავალმა თაობამ იცოდეს. მე მასალები არსებობს, ანუ მე შეიძლება დაიკარგოს, ანუ რაღაცა მოხდეს, იგივე მოგონებები ოჯახებში როა შეიძლება ის დაიკარგოს, რა ვიცი, ყველაფერი ხდება. არა, უნდა გაკეთდეს აუცილებლად. მოკლედ ერთი საქმე დაგისახეთ აგერ სტუდიაში. არა, ჩვენ სამომავლო საქმეა. არა, ეს არის დღევანდელობის სამომავლობა. ეს არის დღევანდელობის საქმეა და ჩვენ აუცილებლად ამას მივახცევთ და გავაკეთებთ. შეძლების დაგვართ რაც ჩვენ მასში შედის შესაძლებლობებში კი ბატონო. ძალიან კარგი ესე იგი მაგრამ აი ის შემოსვლა თვითონ თბილისში თვითონ რა სიტუაცია იყო ესე იგი რაღაც დახვრეტები ისინი არ ყოფილა არაფერი. არა მე გეტყვით რა ესე იგი დიდი დახვრეტები არ იყო. მაგრამ იყო, მაინც პატარა შეტაკებები მაინც იყო. აი, როცა შედიხართ დღევანდელი თავდაცვის სამინისტროში, ნუ ახლა იქ იუნკერის სკოლა იყო, მეფის დროს და მერე იყო ქართული სამხედრო სკოლა. საარტილერიო სკოლა. ხო, ეს მერე იყო საარტილერიო სკოლა. იქ სვეტი არის აღმართული ეკლესიასთან. მე გითხარით, რომ კოჯორ ტაბახმელას პოზიციაზე გაიყვანეს 60-65 იუნკერი. მაგრამ დაცვის 20 იყო დატოვებული სამხედრო სკოლაში. ნუ ახლა რუსეთს შემოვიდნენ, დახვდათ ეს დაცვის 20, რომლებიც იქვე გაგმირეს ეკლესიასთან. 20 არა, ხო 20 იყო. და იქ იმ სვეტზე 2013-ში ეს სვეტი აღიმართა. მე მაშინ დამიძახეს, დავეხმარე, გვარები არის. რამოდენიმე ერთი მაიორია იქა და ლეიტენანტები არიან, ხო გვარების ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ უკვე დაუყოფა მოხდა, კი. კი და მე სიამოვნებს რომ მეც დამიძახეს და მეც მივიღე მონაწილეობა ამ საშვილიშვილო საქმეში. და რაც შეეხება თბილისის ბრძოლებში, თბილისში ბრძოლები არ იყო. თბილისში იყო, აი ქალაქგარეთ იყო პატარა ბრძოლები, მამკოდასთან იყო, თქვათ, სოფელ მამკოდასთან, მე იქ სარტიჭალასთან, პატარა შეტაკებები მაინც იყო. იქნებოდა, ახლა უმაგისო და თბილისში შემოსვლა. ომია და ხო, ომია, აბა რა არის და თვითონ ორჯონიკიძე საბრძოლო ოპერაციას, ანუ თბილისის ოპერაციას ბაქოდან ხელმძღვანელობდა. რატომ? იმიტომ რომ ახლა მაგას ჯერტი თბილისში არ შემოესვლებოდა, ხო? პერსონა ნონ გრატა იყო და იქიდან ხელმძღვანელობდა და ცნობილი დეპეშა, რომელიც აფრინა მან მაშინ მოსკოვში, კრემლში, ლენინო, სტალინო, ნაციფლისო, მრედ, კრასნეს, ზამიას, სვაბოდნი, გრუზი არის გაგზავნილი ბაქოდან. და აზერბაიჯანელმა კომუნისტებმა არც მეტი და არც ნაკლები ჩამოუსხეს ორდენი, წითელი დროშის ორდენი სუფთა ოქროსგან და დააჯილდოვეს
ორჯონიკიძე იმისთვის რომ თბილისი აიღო. აჰა. აბა, ეგეთი რაღაცა ისტორიას არ ახსოვს. ფაქტია რომ მოხდა. სამწუხარო, სადაა ის ორდენი? სამწუხარო, რა ვიცი, ის ორდენი ახლა ღორეშაში იყო, მუზეუმი როცა იყო საბჭოთა კავშირში. იყო, იქ იყო, მაგრამ მე ახლა საწავი და არ ვიცი. შეიძლება რუსეთში გაიტანეს, როგორც ყველაფერი. აჰა, ასაგებია. და საკმაოდ რთული ვითარება იყო მაშინ და აი მაზნიაშვილთან დაკავშირებით სად იყო ამ დროს მაზნიაშვილი თბილისის მაზნიაშვილი თბილისში ყველანი თბილისში იყო ისიც აქტიურად მონაწილეობდა ამ საბრძოლო ოპერაციებში უბრალოდ როცა აიღეს თბილისი ყველა წავიდა ბათუმისკენ ყველა წავიდნენ ბათუმისკენ ბათუმში ძალიან სავალალო მდგომარეობა იყო ეს თალკე თემა არის თალკე თემა ბათუმის როგორც თბილისის ოპერაცია იქაც ბათუმის ოპერაცია იყო ცნობილი ჟლობას корпуси გადაიყვანეს გოდერძის უღელტეხილით და იქ მოკლედ დაეხმარა რა მაზნიაშვილს ამ ბათუმის შენარჩუნებაში. ბათუმის შენარჩუნებაშიც კიდე რა მდგომარეობა იცით საქმე რაშია. აი ცნობილი ფრაზა რო არის რომ მე მან ორჯონიკიძემ რო უთხრა რომ თქვენ ახლა კანონ გარეშე ბრძანდებითო და ჩვენ შეგვიძლიათ თქვენ დაგხვრიტოთო, მაგრამ ჩვენ მაგას არ ვიზამთო. თქვენო სახართო რა ქვია მენშევიკი გენერალი ხარ და ჩვენ შეგვიძლია დაგხვრიტოთო. ამან უთხრა, ვითომ უთხრა, რომ მე არც ბოლშევიკი კომუნისტი ვარ და არც საქართველოა. ხო, და არც ისა არც მე საქართველოს გენერალი ვარ, არ უთქვამს მას ეს სიტყვები. ეს არის როგორც მე გავიგე, ცოტა ბელეტრისტიკასთან გაქვს ჩვენ საქმე. 60-იან წლებში იყო ერთ-ერთი რეჟისორი, მეგონი ქუთაისის თეატრში და მან დადგა რაღაცა ეგეთი ეს არა დროზე 4 საათი ეს არის ვალერია კანდელაკის პიესა რომელიც საკმაოდ დიდი წარმატებით იდგმებოდა და იდგმება ქართულ სცენაზე სწორედ აი ამ პერიოდს ასახავს მაგრამ თქვა მან ეს თუ არა თქვა არავინ არის დრამატურგის ის არის ლამაზად ნათქვამია და მე გეთანხმებით კარგად არის გამოყენებული ეს მომენტი ლამაზად ჩაჯდა და რატომაც ისეა ეს ჩასმული თავის კონტექსტში რომ ხო არა იქიდან გამომდინარე რომ იცი რა დონის პიროვნება იყო გენერალი მაზნიაშვილი რა დამსახურება ქონდა მას ქვეყნის წინაშე რომ შენ ამას იფიქრებ კი მაგას იტყოდა რატომაც არ უნდა ეთქვა ახლა თქვა თუ არა სხვა საკითხია მაგრამ ისე ჩაიბეჭდა ისტორიაში ეს ორი წინადადება რომ ჩვენ გვჯერა რომ მაზნიაშვილი ამას იტყოდა მაგრამ მაზნიაშვილის სიტუაცია ცოტა სხვანაირი იყო. ის პრაქტიკულად კედელთან იყო რა, აი როგორ ისეთ მიყენებული იყო. ხო, და უბრალოდ თქვა რომ კი, მე ამ ჯარებს გავაერთიანებ და თქვენ ჯარებს და ჩვენ ჯარებს გავაერთიანებ ერთი პირობით. მე უნდა ვიყო გენერალ გუბერნატორის იმაში სტატუსში, რომ მე დამიჯერონ და პრინციპში მაგან განახორციელა და ზდია თურქ ასკერებს თურქეთის ტერიტორიამდე რაღაცა ხოფამდე ზდია. ნუ ლამის ტრაბზონამდე ზდია მაგან ჯარებს. მაგრამ ნუ ახლა მე გზაში გააჩერეს მაგი და უთხრეს რომ ხელშეკრულება უკვე მოწერილიაო და ის ტერიტორია უნდა დატოვო. ამიტომ ის იძულებული შეიქმნა დატოვო და სარფში გაიარა სახელმწიფო საზღვარმა. სამწუხაროდ და ყველაფერია სამწუხაროდ ხო ნუ ახლა იმას ერთი შანსი დავკარგეთ რომ სტალინს შემოერთებინა 46 წელს ეს ტერიტორია კი კარგი მაგრამ ატომური ბომბის გამოგონება არა ატომური ბომბიც იქით იყოს 59 წელს როცა ნატოს ჯარები განლაგდნენ თურქეთში უკვე 50 არა მაგრამ 246-ში ხდებოდა ხო მაგრამ მერე პერიოდშიც აი როგორც სტალინი როცა გარდაიცვალა იქ უკვე ოფიციალურად საბჭოთა მთავრობამ უარის თქვა ყოველივე ტერიტორიულ მომენტებზე კი მაგრამ აი დიდი პროპაგანდა იყო მაშინ გაზეთებში პიესები დაიდგა ჩაძირული ქვები ნობელი ლექსი იყო ტრაბზონის ოპკომის სიზმარი ხო პიესები იდგმებოდა ხალხს ამზადებდნენ რომ იქ
რაიკომები უნდა გახსნილიყო. კი, რო ეს საქართველოს ტერიტორიაა და ეს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს. ერთი მომენტი ვერ გაითვალისწინეს. იდეოლოგიური მუშაობა ჩატარდა. კი, ერთი მომენტი ვერ გაითვალისწინეს, რომ იქ მცხოვრები ხალხი ისინი ხო მუსულმანები იყვნენ. მაგრამ ჯერ კიდევ ქართველები, ჯერ ხო, გასაგებია, მაგრამ იმითი მოტრიალობა ცოტა ძნელი. აი ვთქვათ ამ ტერიტორიის, რომელიც ბათუმის ოლქის ის ნაწილი, რომელიც იქ დარჩა, კიდე იქ შავშეთი და ისა, იქ ქართველები იყვნენ. ხო. აი ცოტა იქით ტერიტორიაზე, სიღრმეში. იქ უკვე ცოტა ძნელი, იქ ლაზისტანის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა სურდათ. კი. იქ სომხეთი ძალიან დიდ ტერიტორიებს ითხოვდა. ართვინი და არტაანი ყოველ შემთხვევაში ის ტერიტორია, სადაც ქართული ძეგლები მაინც ყოფილიყო. მე გეტყვით, მაშინ რომ მომხდარიყო იმ ტერიტორიების დაბრუნება, ხო? ეხლა ისინი უკვე ნამდვილი ქართველები იქნებოდა. კი, რა თქმა უნდა. სწორი არ არის? იმიტომ რომ ქართულად ლაპარაკობდნენ, ეს ტრადიციები ქართული შენარჩუნებული ქონდათ, ის თაობა ცოცხალი იყო. აი ხო, უყურეთ. და ეს არ გაგრძელდებოდა, რა თქმა უნდა. იქ იქნებოდა დაახლოებით როგორი მდგომარეობა. აი როგორც კახი, ნუხი, ზაქათალაში რომ ქართველები რო ცხოვრობენ, ინგილოები. აი ეგეთი სიტუაცია იქნებოდა. ნუ ახლა ზოგი დაუბრუნდებოდა მართლმადიდებლობას, ზოგი დარჩებოდა მუსულმანად, მაგრამ ქართველები იქნებოდნენ და საქართველოს ტერიტორიაზე იქნებოდნენ. კი ბატონო. და ძალიან სამწუხაროა, რომ აი ესეთი განვითარდა ისტორია არა ჩვენს სასარგებლოდ. საქართველოს, მაგრამ რას ისამ ახლა ისტორია. თავარი არ დავუკარგოთ ის რაც გვაქვს. და შევინარჩუნოთ ის აფხაზეთი და სამაჩაბლო დასაბრუნებელი გვაქვს. აუცილებლად იმას ვეღარ დავთმობთ, იმიტომ რომ საქართველოს მაშინ აღარ იქნება საქართველოს თავისი ამ ისტორიული ძეგლებით და ტერიტორიებით, ხო? და ნახოთ მომავალი თაობები, კიდევ გვინდა კვიდნიტაძე, მაზნიაშვილი, ნერლები. ეგეთი ხალხი უნდა დაიბადოს საქართველოს. პოლიტიკოსები კიდევ იქნებ დაბადებულები არიან და იზრდებიან, ჩვენ არ ვიცით ჯერ. მათი გამოვლენა თქვენი ის არის საქმე უკვე და ნახოთ როგორ იქნება სამომავლოდ საქმე. კარგი, დღეს ამით დავამთავროთ ჩვენი ეს გადაცემა. მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ გავიხსენით ძალიან მტკივნეული ისტორიული პროცესი საქართველოს შეხედვით, როცა რუსის ჯარი შემოვიდა საქართველოში, მოხდა ანექსირება და აი 70 წელი იყო ანექსირებული საქართველოს წითელი დროშისა და ვაშა-ვაშას სახელში. ზუსტად რომ იყოს ნათქვამი, უნდა ვთქვათ 69 წელი. 69. დავამრგვალე. არა, რატომ დავამრგვალე? არა. ხო, ნუ ეგრე 69 წელი. კი ბატონო, კი ბატონო. იმიტომ რომ 9 აპრილს გამოცხადდა 91 წელს. კი, დამოუკიდებლო გამოცხადდა. კი ბატონო. ეგ არის თავარი. მაგრამ ახლა მსჯელობა იმაზე ახლა სიტყვა მოიტანა, ვთქვათ, დამოუკიდებლობა 9 აპრილიდან უნდა დავიწყოთ თუ 26 მაისიდან. აი, მე მიმაჩნია, როგორ იცით? მე მიმაჩნია. კონსტიტუციურად 9 აპრილიდან უნდა იყოს. კი, კონსტიტუციურად არის, როცა გამოაცხადა პირველმა პრეზიდენტმა 9 აპრილი, მაგრამ 26 მაისიც სახელმწიფო დღესასწაულად უნდა იყოს. კარგავთ ნახევარ საუკუნეს კაც. ხო. საერთოდ მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ 9 აპრილი უნდა იყოს დამოუკიდებლობის. არა, ეგ როგორ არის, იცით, გლოვის დღეთ არის გამოცხადებული და ამიტომ იმ კონტექსტში ვერაჯდება და 26 მაისი უკვე სახელმწიფო დღესასწაულად არის გამოცხადებული. ხო, შემთხვევაში ერთი მეორე საკამათოა ისტორიის. ხო. თვის ეს საკითხი, მაგრამ ნუ კონსტიტუციურად ასეა და ხა ისტორიულად რო არ დავკარგოთ ის ტრადიცია დამოუკიდებლობის და თავისუფლების წლები, აი ეგ არის. აი ავიღოთ პარალელი გავავლოთ, ხო? 90 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის შინაგანჯერები ეროვნული გვარდია. მაგრამ საქართველოს შეერაღებული ძალების დღეთ გამოცხადებულია 30 აპრილი. რომ კითხო, უნდა იყოს 20 დეკემბერი, როცა ჩაისახა პირველი. მაგრამ ეგენი როგორ აკეთებენ, რომ პირველი გაწევა როგორც მოხდა 30 აპრილს, ის დღე ჩათვალეს არმიის შექმნის დღედ. მე მგონი რომ ეს არასწორია, უნდა იყოს 20 დეკემბერი. რა ვქნათ? კარგი, ნუ მომავალში მიიღო. ამას ისტორია განჯის. კი, ნამდვილად. ჩვენი ისტორიკას. კი ბატონო. კარგი, ამით დავამთავროთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. კარგ გაბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრებით.